გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ასეთი ფრაზა წავიკითხე სოციალურ ქსელში. კაცი აშენებს ეკლესიებს, ჩვენგან მოპარული ფული და მამაზე ციერი ამ კეთილ საქმეს ვის ჩაუთვლის, მას თუ ჩვენ. Das ist fantastisch, meine liebe Freunde. როგორ ფიქრობთ, ასეთ სიბრიყვეს ვინ დაწერდა? ვის ეხებოდა ეს ფრაზა, ამას არ გეკითხებით, გასაგებია ვისაც. ჩვენს ქვეყანაში მგონი ერთადერთი ადამიანია, ვისი დახმარებითაც ხდება ეკლესიების რესტავრაცია და რიგ შემთხვევაში მშენებლობა კიდეც. ხო და ასეთი ბოდვა ვის თავში შეიძლება დაბადებულიყო. იტყვით, რომ ალბათ ვიღაც ღვაწლმოსილი მიშისტის თავში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია თავის პირად მტრად. დიახ, ივანიშვილი პირადი მტერია, რადგან მან მიშისტებს იმედები დაუმსხვრია. მან გაანადგურა მათი კერპი მიხეილ სააკაშვილი, მათი ღვთაება, რომელმაც უკაცრიელ მიწაზე შექმნა სახელმწიფო და იმ სახელმწიფოს ჯორჯია დაარქვა. მოკლედ, ასეთი კითხვა წესითა და რიგით მხოლოდ ასეთ დაზომებულ ადამიანებს შეიძლება გასჩენოდათ, სხვას არა. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არა. ეს საოცარი კითხვა სოციალურ ქსელში იმ ადამიანმა დასვა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ, სანამ ქვეყანა რუსულ კანონს მიიღებდა, როგორც მეგონა იყო საკმაოდ საღადმოაზროვნე ადამიანი და მიშასა და გრიშას ერთმანეთისგან ასხვავებდა. დღეს კი ეს ადამიანი არის სულ სხვა ადამიანი. დღეს ის არის მეპროტესტების პირველ რიგებში და თავის კედელზე ყოველდღე სიამოვნებით აშუქებს მუდმივი პროტესტის ქრონიკას. პერიოდულად კი ამდაგვარ ბრიყულ რიტორიკულ კითხვებს საჯაროდ სვამს. მის სტატუსებს 10-12 ადამიანი იწონებს ხოლმე და 1-2 გახარებული უკომენტებს კიდეც. რა მოუვიდა ამ ადამიანს, არ ვიცი. ვიცი რომ უცხოეთიდან გრანტებს იღებ და რაღაც უწყინარი საქმიანობისთვის და ეთყობა დაპანიკდა რომ გამჭვირვალობის კანონი მას ჟანგბადის მილს გადაუჭრიდა და მოუვიდა ის რომ უცებ ოცნებას გადაემტერა. მეგობრებო, დიდი ხანია ვამბობ რომ ნაცობა აშტერებს, აბრიყვებს, აჩერჩეთებს ადამიანს. ნარატივი რომ თურმე ივანიშვილმა ჩვენ, ანუ საქართველოს მოქალაქეებს მოპარა ფული უკვე კარგახანია გულდათუთქულ მიშისტებშია გავრცელებული. არაერთხელ მსმენია რომ ივანიშვილმა თურმე ჩვენი ჯიბიდან ამოევა თავისი ფინანსური რესურსები. როდესაც ზოგჯერ ვეკითხები, კი მაგრამ როდის იდო ეს ფული ჩვენს ჯიბეებში, მეთქი ამაზე პასუხს რასაკვირველია ვერ ვიღებ. სამაგიეროდ ვიღებ აგრესიას. ბუნებით ძალიან გულუბრყვილო ადამიანი ვარ და მაინც მინდა დავიჯერო რომ ეს ადამიანები ადრე თუ გვიან შეეკითხებიან საკუთარ თავს. როგორ ამოიღებდა ივანიშვილი ჩვენი ქართულ ჯიბეებიდან ფულს, თუ კი მას საქართველოში ბიზნესი ოდითგანვე არ უწარმოებია. მეგობრებო, საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი საზოგადოება გაცილებით უფრო აზრიანი და კრიტიკული იყო ვიდრე დღესაა. მე ახალგაზრდები არ ყავს ხედელობაში რასაკვირველია, მე ჩვენი თაობის ადამიანებზე ვლაპარაკობ. დიახ, საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ უფრო მეტ კითხვას ვსვამდით და პასუხებსაც ვეძებდით. და ერთმანეთის გვესმოდა და კამათიც მოდიოდა და გაგებაც. ყველაფერი ეს ახლა თითქმის სრულიადაა დაკარგული. სიტყვაზე ერთი ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს გამოვლილი, ერთანაზე ვლაპარაკობდი და ერთ მიშას ვლანძღავდით. ანუ ერთნაირად ფიქრობდი, დღეს ის ადამიანი მე რუსულ კანონზე, რუსულ მთავრობაზე, ჩელიაბინსკში გაღვიძებაზე და ხინკლის პელმენით ეგზისტენციურ ჩანაცვლების საშიშროებაზე სერიოზულად მელაპარაკება. და მე სიტყვები არ მყოფნის მას აუხსნო, რომ ის ბოდავს. დიახ, ასეთი ადამიანი დღეს აცხადებს, რომ ივანიშვილი ჩვენგან მოპარული ფულით აშენებს ეკლესიებს და ჩემს ნებისმიერ შეკითხვას ის რუსეთუმეობას ეძახის. აი რა გინდა გააკეთო, არ ვიცი. სადაა ის კრიტიკული აზროვნება, ის აზრიანობა, ის გონება გახსნილობა, რაც ასეთ ადამიანს ჰქონდა ადრე. ვის ან რას დავაბრალო მას, რომ ეს თვისებები გაუქრა. ასაკს? არც თუ ისე ასაკოვნები ვართ, ჩემი თაობის ადამიანები. აგერ გაცილებით უფრო დიდი ასაკის ადამიანებს ირჩევენ ამერიკის პრეზიდენტებად.
ანდობენ, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოს ბეს და რა მერე. ანუ ასაკი არაფერ შუაშია, მეგობრებო. ჩემთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ისეთებსაც ვიცნობ, ვისაც არაფერი სარგებელი არ ქონიათ ნაცებისგან. დიახ, სრულიად არაფერი, არც ერთი კაპიკი. ზვიადის დროს, ედიკას დროს, მიშას დროს, ბიძინას დროს, თვით ბარონესა სალომეა ჯუვალონ დე ბრასია დე პიერფონის დროს ისინი მხოლოდ კრიალოსანს მარცვლავდნენ. კიდევ მრავალი მმართველი შეიძლება და ისინი მხოლოდ კრიალოსნით თამაშს განაგრძობენ, რადგან მეტი არაფერი იციან და დღეს კი ყოველდღე ეხმაურებიან პროტესტს და ხელმეორე არჩევნებს ითხოვენ. და სთხოვენ ივანიშვილს ის ფული დააბრუნოს, რაც მათ არასდროს ჰქონიათ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.